ეხლა გავაკეთებთ ტექნიკას, რომელიც ემსახურება ენერგიის ამაღლებას. ენერგია კი პირველ რიგში სექსუალური ენერგიით იწყება, ხო? ეს არის ენერგია, რომლისგანაც საერთოდ ჩასახვა ხდება და რომლისგანაც წარმოვიშობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ენერგიის ამაღლება, და როდესაც ეს ენერგია მაღალ დონეზეა და მოძრაობს ორგანიზმში, ხო, სხეულში, ქალის მიმზიდველობა იზრდება. ესე იგი, ეს ტექნიკა დღეში 3-ჯერ 5-5 წუთი კეთდება, 2 კვირა მაინც. და დაინახავთ რაოდენ რეალური შედეგი მოაქვს აი ამ ტექნიკას. ხო? ესე იგი, რას ვაკეთებთ? დამჯდარმა შეიძლება ეს ტექნიკა გააკეთოთ. მარცხენა ხელი თქვენს წინ უბრალოდ დაიჭირეთ და მუშტი შეკარეთ. ძალიან მოჭერა არ არის აუცილებელი, უბრალოდ რომ მოიხაროს თითები, ხო? და ცერა თითი არის გაბზეკილი ზემოთ. ხო, ანუ მუშტი მიჭირავს ჩემ წინ მარცხენა ხელით და ცერა თითი არის გაბზეკილი. ზემოთ აწეული. შემდეგ მარჯვენა ხელით იგივენაირად მუშტს ვკრავ და ამ ცერა თითს ვიჭერ რა. ანუ 2 მუშტი მაქვს მარცხენა ქვემოდან, მარჯვენა ზემოდან და მარჯვენას უჭირავს მარცხენა ხელის ცერა თითი. გასაგებია, ხო? დამჯდარმა როგორც წინ უბრალოდ მუშტი გიკავია, ხო? და მარცხენა ხელით მარჯვენათი ზემოდან მეორე მუშტს აკეთებ. შემდეგ, ესე იგი, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი გაასწორე. მარჯვენა ხელის ცერა თითი შეახე. ესე იგი, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა ხელის ცერა თითი ერთმანეთს ეხება. და ესეთი სამკუთხედი გამოდის რა ამ თითებით, რომელიც მარჯვნივ არის მიმართული. და აი ამ ფიგურას იდებ მუცლის ქვემოთა ნაწილზე. გასაგებია, ხო? ხო, ყველას გამოუვიდა. პლუსები დამისვით. ინგა, კარგი, გავიმეორებ. აჰა. ესე იგი, კამერა არ მუშაობს, ინგა. ესე იგი, მარცხენა ხელს, როგორც ზიხართ, უბრალოდ თქვენ წინ მუშტს დაიკავებთ. მარცხენა ხელით. ჩვეულებრივი მუშტი, ძალიან მოჭერა არ არის აუცილებელი. ამ მარცხენა ხელის ცერა თითი არ მოხაროთ, ზემოთ არის გაბზეკილი. ხო? შემდეგ ამ ცერა თითს ზემოდან მარჯვენა ხელს ვკიდებთ, მარჯვენა ხელით ესე მუშტად გამოდის, ხო? ანუ 2 მუშტი მაქვს, მარცხენა ქვემოდან, მარჯვენა ზემოდან. შემდეგ ქვემოთა ხელის, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი სწორდება და ზემოთა ხელის, მარჯვენა ხელის ცერა თითი უერთდება. ბალიშებს ერთმანეთს ადებთ. მარცხენა და მარჯვენა ხელისა. ხო? მარცხენა ხელის საჩვენებელი და მარჯვენა ხელის ცერა. და თან ერთმეორეს არ უშვებ, რა. და ესე 2 მუშტი გამოდის, ზემოთა ცოტა მოტრიალდება, რა თქმა უნდა, და ცერა თითით და საჩვენებელი თითით სამკუთხედი კეთდება. და აი ამ ფიგურას იდებ მუცელზე ქვემოთ. ესე იგი, მუცელზე ქვემოთ დაიდეთ. თვალები დახუჭეთ. ну ეს მუცლის ქვემოთა ნაწილი არის სექსუალური ჩაკრა, იცით, ხო? თვალებს ხუჭავთ. ღრმად ჩასუნთქვა, მოსუნთქვა და მშვიდად ღრმად სუნთქვა. სხეული მაქსიმალურად მოადუნეთ და ეხლა
გაიხსენეთ ყველაფერი ის, რაც სიამოვნებას გვრით. ეს შეიძლება იყოს ბუნება, მთა, ზღვა, ცა, წყალი, ტყე. ეს შეიძლება იყოს სექსიც, ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო ადამიანთან ურთიერთობა, ეს შეიძლება იყოს საჭმელი, კარგი წიგნი, ყველაფერი, რაც თქვენ სიამოვნებას გაძლევთ. წარმოიდგინეთ და აი ამ სიამოვნების გრძნობით დატკბით. და ეხლა შეგიძლიათ თითქოს შინაგანი მზერა გაქვთ, თითქოს შიგნიდან შეგიძლია შენი სხეული დაინახო. აი ამ შინაგანი მზერით შეხედეთ თქვენს ქალურ ორგანოებს. და შეაფასეთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი. თუ სადმე რაღაცა დისკომფორტს დაინახავთ, ან იგრძნობთ, ისევ გაიხსენეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ და აი ამ სიამოვნების შეგრძნებით ენერგია გაუგზავნეთ აი იმ ადგილს, სადაც ეს რაღაცა დისკომფორტი იგრძენით. და ასევე გაუგზავნეთ განზრახვა, რომ აი იმ ადგილზე თუ რაღაცა ხარვეზია, რომ თქვენი ენერგია ამ ხარვეს გამოასწორებს. რომ ის მიაწვდის ჯანმრთელობას და ცხოვრებისეულ ძალას. გააკეთეთ ეს შინაგანი მზერა. შემდეგ ისევ სიამოვნება გაიხსენეთ, ისევ რაღაცა ძალიან სასიამოვნო თქვენთვის 1, 2, 3, რაც მეტი, მით უკეთესი. სახეზეც სიამოვნებისა და ბედნიერების გამომეტყველება გექნებათ ამ დროს ეს თავისთავად ხდება, ხო? და ისევ ღრმად ჩაისუნთქეთ, დამოისუნთქეთ და გაახილეთ თვალები. ესე იგი, ჩემო კარგებო, ეს ტექნიკა კეთდება დღეში 3-ჯერ 5 წუთი. თუ მეტი მოგინდათ, მეტი შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ 5 წუთი მინიმუმ. და ეს ტექნიკა აჯანსაღებს სასქესო ორგანოებს, ხო? თუ რაღაცა პრობლემებია. მე საქმე რაში არის, იცით? ამ ორგანოების სიჯანსაღეზე და ჯანმრთელობაზე არის დამოკიდებული ჩვენი ემოციონალური მდგომარეობა. იმიტომ რომ სექსუალური ენერგია, ეს არის ვიმეორებ, ცხოვრებისეული ენერგია, რომელიც აი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას გვაძლევს, ხო? როგორი შეგრძნებები გაქვთ, აბა? ეს არის ჩემო კარგო შინაგანი ენერგიის ასამაღლებლად, მარინა და მიმზიდველობის გასაზრდელად. როდესაც აი ამას გააკეთებ, ხო? 2 კვირა მინიმუმ მაინც რომ გააკეთოთ, ხო? აი უკვე იგრძნობ რაოდენ გაიზარდა შენი ენერგია. კარგი შეგრძნებებია, ხო, გოგოებო? აჰა. ძალიან კარგი, მიხარია რომ დღეში 3-ჯერ. დღეში 3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში, 5-5 წუთი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ თქვათ გადახვიდეთ დღეში 2-ჯერზე. შემდეგ დღეში 1 ხელზე, ხო? და უკვე ამ მდგომარეობას რომ დაიჭერ, უკვე შემდეგ უკვე შეგიძლია მოაკლონენილა, ხო?
აი პრინციპში ჩამოკარგებო დღეს ურთიერთობებთან დაკავშირებით ეს ტექნიკები მინდოდა მომეცადა ეს ინფორმაცია მომეწოდებინა. კიდევ ვიმეორებ, რომ ვინც ფასიან ნაწილშია, ჩანაწერს მიიღებს, ჩანაწერის გარდა კიდევ სამი უძლიერესი ტექნიკაა, ისიც მიმზიდველობის ასამაღლებელი და გასაძლიერებელი და იმისთვის რომ აი სწორედ ეს ენერგია აკავებს კაცებს ჩემოკარგებო, რომ ის არსად არ გარბოდეს და რომ შენ იყო მიმზიდველი ისევ და ისევ მისთვის, ხო? მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება, სანამ იმ ფულის მოსაზიდ ტექნიკას გავაკეთებ. ურთიერთობების პროგრამაზე, ხო, აქ ძალიან დიდი ადგილი ეთმობა წარსული იმედგაცრუებისა და გულისწყენის მოცილებას. იმიტომ ჩემოკარგებო, რომ როდესაც ქოთანი სავსეა, ქვებით როგორი ოქროც არ უნდა გეჭიროს ხელში და გინდოდეს რომ ამ ქოთანში ჩადო, ვერ ჩადებ. ბევრი ზემოდან დაადო და პატარა შეჯანჯღარების დროს ეს ოქრო გადმოვარდება და ისევ ის ქვები შეგრჩება იმაში ქოთანში, ხო, რაც იყო. ამიტომ ეს იმედგაცრუებების მოცილება, ძველი ნეგატივის მოცილება, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ რაღაცა კარგი და ახალი შემოვიდეს ცხოვრებაში, ხო? მე ამ პროგრამით მე თვითონ ძალიან კმაყოფილი ვარ. მეც ახლა იმ 6 თვიან პერიოდში ვარ, რაც ვთქვი დასაწყისისაც, ხო, დავამთავრე ურთიერთობები, რომლის დამთავრებაც მინდოდა და ველოდები ახალს. ერთი სიტყვით ჩემოკარგებო, თუ გადაწყვეტ, მომწერეთ და ეს პროგრამა მზად არის და შეგიძლიათ შეიძინოთ. Так. გადავიდეთ ფულის მოზიდის ტექნიკაზე, მზად ხართ? ინგა, ურთიერთობების პროგრამა სამთვიანი ჩემოკარგო. 100 ლარი ღირს და 3 თვის განმავლობაში ახალი ინფორმაცია მოდის, აი ესე ვებინარების ჩანაწერები, ახალი ტექნიკები, დავალებები და მუშაობ და სულ სხვა დონეზე ადიხარ. კაი, გადავიდეთ ფულზე. ესე იგი, წერან თქვი გოგოებს კითხე, ვისაც უნდათ თქო და არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შეიძინონ ეს პროგრამები, ხო? მათთვის, ну, რა თქმა უნდა, თუ სხვა მიზანი გაქვთ და ფული გჭირდება, იმაზეც შეგიძლია გააკეთო, ხო? მაგრამ ეს ტექნიკა გამოიყენება, ну, პატარა თანხების მოსაზიდად. პატარა ყოველს თავისი განზომილება აქვს, რა თქმა უნდა, ხო? არა უმეტეს თქვენი თვიური შემოსავალის 1/3, ხო? მაგალითად, თუ 1000 ლარი აქვს ადამიანის შემოსავალი, ну 300 ლარზე თავისუფლად აკეთებს და გამოდის ჩვეულებრივად. ესე იგი, რა თქმა უნდა, დიდი თანხების ტექნიკაც იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ დიდი ეს ფინანსების პროგრამაში იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ დიდი თანხები შენ ცხოვრებაში შემოუშვა, ამისთვის მზად უნდა იყო. ბევრი ჩვენთაგანი არ არის ხოლმე მზად. საერთაშორისო ერთ იმას ამბავს მოგიყვებით, ჩემდეი და შველს მივეცი, სპეციალური ჩეკი არის, ესეც ამ ფინანსების პროგრამაში იქნება. სპეციალური ჩეკია, რომელსაც ავსებ როგორც საბანკო ჩეკს და თანხა მოდის რა. და თან ამ გოგოს ირმაქვია ჩემდეი და შველს. არ ეჯერა, მაგრამ ნუ კაი მეთქი ცადეთქო. ხო და დიდი სამბით გამომართვა. თან უთხარი, ისეთი თანხა ჩაწერე, რომელიც რომ შენ მიგიღია და შენთვის რეალურია, ძალიან დიდი თანხა არ ჩაწეროთ. და ნუ კარგი მივეცი ეს ჩეკი, შეავსო იქნებ, გადის დრო. მე სადღაც წასული ვიყავი, ჩამოვედი, ხვდებით და გაბწყინებული სახით მოგება, ინგა. მოვიდა ფული, შენი ჩეკი
მოქმედებს მოთხარი ბახმართლა მეგეთი უკვე ეს მიღებული ჩეკები რომელთაც უკვე მივიღე ფული ერთი რა ვიცი რამდენი წელი მიდის აქვს ხო და მეთქი აბა მოყევი შენ კი მითხარიო რომ დიდთან ხარ ჩაწერო მაგრამ მე ჩავწერო იმ პერიოდში კონდა სახლში რემონტი მეთქი ხო კარგი და რამდენი ჩაწერეთ ხო და $35000 ჩავწერო მეთქი რა მე მოვიდა მეთქი საიდან მოვიდა ნუ გადამრი ესე იგი კონდათ ნაკვეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყიდდნენ და ვერ ყიდდნენ განცხადებებიც ჰქონდათ მაკლერებთან ის და ბოლო 5 წელი ეს ეგდო ეს ნაკვეთი ისე რომ აი რო აღარც გახსოვს გაქვს თუ არ გაქვს რა და ესე იგი რა მოხდა ამ ჩვენმა ირმოლიკამ ეს ჩეკი დაწერა შეავსო გამოაკრა თან უნდა გამოაკრა იმის დასანახავ ადგილას ხო და ყიდველმა იპოვა ესე იგი როგორღაც იქ მეზობელთან მუშები მუშაობდნენ იმათთან გაიგო როგორ ვინ არის ამის მეპატრონე რაღაც მიახლოებით სახელი და გვარი და მე როგორღაც აი ეს რა ვიცი წვალებით მიაგნო ამათ და სახლში მიაკითხა თქვენი ნაკვეთის ყიდვა მინდაო შენ წარმოიდგინე ხო ანუ იმის მოოდინი არ კონდეს რომ სადღაც მივდივარ და თავზე დამეყრება ეს ფული თავისით წვიმის ნაცვლად წამოვა არა რაღაცა ჩვეულებრივი ნორმალური საშუალებით ასეთი ტავტოლოგია გამომივიდა ეს ფული შემოვა ხო მაგრამ მზად უნდა იყო იმისთვის რომ მიიღო ია $100 3 თვე გრძელდება ანუ 3 თვის განმავლობაში ესე 3-4-5 დღეში ერთხელ იღებ ახალ ინფორმაციას ახალ ტექნიკებს რომლებიც უნდა აკეთო ხო და აი ესეთნაირად მოქმედებს ჩემო კარგო ის ტექნიკა რომელსაც ეხლა მოგცემთ ხო ის არის ესე იგი თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3 შეგიძლიათ აი ასეთ თანხებზე გააკეთოთ ესე იგი მზად ხართ რომ საერთოდ ჯობია რომ გააკეთოთ ეხლა ჯობია რომ ჩაიწეროთ ჯობია ეს გორულია ჯობს უნდა მეთქვა რა მოხდა ხო და შემდეგ როდესაც წყნარად იქნებით სახლში ხელს არავინ შეგიშლით არავინ ყურებას არ დაგიწყებს ეს ხომ არ გაგიჟდაო ეგეთი გამომეტყველებით მაშინ გააკეთოთ უმჯობესი იქნება გასაგებია ხო მზად ხართ კალამი და ფურცელი მოიმარჯვეთ და დავიწყოთ ესე იგი ყველაზე დიდი კუპიურა რომელიც გაქვთ ხო სახლში ну რა ვიცი $100 იქნება $200 50-იანი რაც გექნება ყველაზე დიდი იმ წუთას სახლში ხო ამ კუპიურას იღებ ხელში კარგად ეს ერთ ხელზე დაიდე მეორე გადაუსვი თითქოს მოეფერე ხელის გულებს შუა დაიკავე ხო შეიგრძენი ამ ფულის ენერგია შემდეგ კარგად უსუნე დაყნოს რომ ფულის სუნი შეიგრძნო ხო და აი ამ პროცედურას რომ გააკეთებ ცოტა დრო დაუთმე არ იჩქარო ამ ყველაფერს რომ გააკეთებ შემდეგ ესე იგი ორი მუშტი ერთი მეორესთან მიგაქვს ხო შეატყუპე ორი მუშტი მარჯვენა და მარცხენა საჩვენებელი თითები წინ გაშალე და ერთი მეორეს მიადე გამოდის ესეთი ერთგვარი ისარი ხო საჩვენებელი ისარი ორი მუშტი და ეს საჩვენებელი თითები ერთი მეორესთან შეერთებული ერთი მეორეზე მიდებული ამ კუპიურას ჩაიდებთ ზემოდან დაადებთ აი ამ მუშტებს და მე ცერათითებით დაიკავებთ ზემოდან რომ არ გადავარდეს ხო გასაგებად ახსენე თუ გასაგებია ერთიანები დამიწერეთ და გავაქცევთ
გავიმეორებ. ესე იგი, ორი მუშტი ერთი მეორეს შეაერთეთ, მარჯვენა და მარცხენა. მუშტად შეკრული ხელები, ხო? ერთი მეორეს მიადეთ მუშტები. საჩვენებელი თითი გაასწორეთ ორივე ხელისა და ერთი მეორეს მიადეთ. და გამოვა ესეთი ისარივით, ხო, ფორმა, სამკუთხედის ფორმა ექნება ესე თითებს. საჩვენებელი თითები. და კუპიურას ზემოდან დებთ ამ საჩვენებელ თითებზე და წერა თითებით კიდევ ზემოდან იჭერთ, რომ არ გადავარდეს ეს კუპიურა. შემდეგ თვალებს ხუჭავ და სამჯერ ტრიალებ. მარჯვენა ხელის მიმართულებით, ხო? მარცხნიდან მარჯვნივ. სამჯერ ტრიალებ თვალებ დახუჭულ. ცოტა შეიძლება თაბროთ დაგეხვეს, ცოტა ორიენტაციას დაკარგავ, რომ ოთახში სად იმყოფები, რომელ მხარეს ხარ, თქვათ კარგად უკვე ვეღარ ხვდები, ხო? მაგრამ ესეც არის საჭირო. და შემდეგ იწყებ მოძრაობას და თან იმეორებ სიტყვებს. ფულის ადგილი. და აი ეს ის არის თითქოს მიგანიშნებს, რომ შენი ინტუიცია მიგიყვანს იმ ადგილთან, სადაც შენ სახლში, აი ამ ოთახში არის ფულის ადგილი. ხო? და როცა იგრძნობ, შენ ინტუიციას მიენდე. არ არის აქ ტვინითი ფიქრო, სად არის ფულსად ვინახავთ ხოლმე რომელ უჯრაში. არა. აბსოლუტურად ინტუიციას და სხეულს მიენდე, ხო? და რაღაც მომენტში მიხვდები, აი აქ არის ფულის ადგილი, ჩემს სახლში, ჩემ ოთახში. და თვალებს ახელ და იმ ადგილზე ამ კუპიურას, რომელიც ხელში გეჭირა, ხო, მუშტებზე რომელიც გედო, იმ ადგილას დებ. ესე იგი დადე და წარმოიდგინე, რომ ეს მთელი შენი ოთახი ივსება აი ამ კუპიურებით. უფრო აი მთელი ოთახი სავსე არის აი ამ კუპიურებით. და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყო თავიდან მეთქვა, რომ თქვი რისთვის გინდა და რა თანხა გინდა. ხო? გინდა აი ამისთვის, აი ეს თანხა. აი ამ პერიოდში, ამდენი ხნის განმავლობაში. ხო? ამ ყველაფერს აკეთებ. კარგად რომ წარმოიდგინ და მე წარმოიდგინე რომ სავსეა ფულით ეს ოთახი, რა კარგია, რამდენი კარგი რაღაცის გაკეთება შემიძლია, ამდენი ფული რომ მაქვს და აი ეს სიამოვნება და სიხარული და ეს აი შესაძლებლობის შეგრძნება მაქსიმალურად შეიგრძენი და აი ამ მდგომარეობაში დაამთავრე ეს ტექნიკა. კუპიურა არ არის აუცილებელი რომ დატოვო იმ ადგილას, ჩვეულებრივად ისევ თავის ადგილზე დააბრუნე, სადაც იდო საფულე იქნება თუ სხვა, ხო? და უბრალოდ იცოდე რომ შენ სახლში აი ამ ადგილას არის ფულის ადგილი. გაუღიმე ხოლმე, გაოცინო. და თანხა მოვა აუცილებლად. გავიმეორო თავიდან? ერთხელ ერთ თანხაზე ერთხელ, ამ თანხას რომ მიიღებ, მე სხვა თანხაზე გააკეთებ, ანუ სხვა რაღაცისთვის. ხო? ანუ ესე იგი, მუშტებით როგორც აკეთებ, გასაგებია, კუპიურა გიჭირავს, თვალდახუჭული სამჯერ ტრიალებ მარჯვნივ, ეძებ ფულის ადგილს და მე ამ კუპიურას ფულის ადგილას დადებ, წარმოიდგინე რომ მთელი ოთახი შეივსვა ამ კუპიურებით, წინ უნდა გადაწყვიტო რა გინდა და რისთვის გინდა, ხომგეუბნებით ეს არის თქვენი შემოსავლის 1/13-ზე. არა უმეტესი, ხა მილიონი დავჯდე, $1,000,000 წარმოვიდგინო, არა, იმიტომ რომ არ ვართ მზად იმისთვის რომ $1,000,000 მივიღოთ დღეს.
ამიტომ არ მოვა ის $1,000,000. შემოსავლის 1/3 სრულიად შესაძლებელია რომ ხო და სადღაც 2 კვირა, 1 თვე, აი ესეთი შუალედი, ხო? ნუ 1 კვირა ყველაზე მინიმუმი. და ფული შემოვა საიდანღაც. ეხლა თუ ხელფასი გაქვს მისაღები და იმას სადაც მიიღებდი, რა თქმა უნდა ეს არ ითვლება. ეს იქნება რაღაცა ისეთი შემოსავალი, რომელსაც არ ელოდი და რომელიც ჩვეულებრივ არ არის ხოლმე. ანუ ინგა შესაძლებელია დაგიბრუნონ ეს ფული და ასეთნაირად გაგიჩნდეს, მაგრამ თვითონ ვალის დაბრუნებაზე ამას ნუ გააკეთებ ამაზე. ეს არის უბრალოდ მე მინდა ვიყიდო, რა ვიცი, სემინარი, $100 მჭირდება მაგალითად, ხო? ამას გავაკეთებ. ეს თანხა მოვა. ვალს დამიბრუნებენ თუ ვიღაცა ისე მაჩუქებს თუ ქუჩაში ვიპოვი, ერთხელ კეთდება, ერთხელ. და ელოდები იმ თანხას მერე. მერე მეორედ უკვე ახალ თანხაზე და ახალი რაღაცისთვის, ხო? გასაგებია, ხო? აი ამით პრინციპში მე თვითონ გავაკეთე ახლა. ტრენინგზე მივდივარ, 5 თვიანი ტრენინგია. ახლა 22 მაისს იწყება. და საკმაოდ დიდი თანხა, ღირს $45,000. $900. ხო და გავაკეთე ეს ისა ტექნიკა და ჩემ დასხვდები, ვეუბნები მეთქი ნათი ესე მივდივარ და ჩემ და ჩემასიძემ უკვე დიდი ხანია გაიარეს ეს ტრენინგი და რას მეუბნება იცი? ინგა მე სერტიფიკატი მაქვს, რომელიც ამ ტრენინგს ვინც ატარებს, ვისიც არის საერთოდ ეს ცენტრი, იმათმა ცოლ-ქმარმა გვაჩუქესო და ნებისმიერი ტრენინგის გავლა შემიძლია უფასო თუ ამ სერტიფიკატი თუ. და მე ყველაფერი უკვე გავლილი მაქვს და შენ გაჩუქებო. და ფაქტურად გამოვიდა რომ ეს 45,000 მაჩუქა. აი ესეთნაირად შემოვიდა ხო, ანუ აი ამისთვის მჭირდებოდა და აი ესეთნაირად შემოვიდა. კი, თუ გულით გააკეთებ და წმენი ნამდვილად გამოვა. შევოცვა, შევოცვა თუ სხვა რაღაცა ნინო, დაგითხრა. ხათუნა მადლობა. ნანული უსმენო ინგა გძერს. კარგი, ჩემო კარგებო, ჩავაგდებ კიდევ ერთხელ, მოდი. იმებს, დასარეგისტრირებელ ძირითად გვერდს, რომ დარეგისტრირდეთ, ვინც არ ხართ დარეგისტრირებული. 20-ში იქნება ფინანსების პროგრამის პირველი ვებინარი. პირველ ვებინარზეც დასწრება უფასოა. ესე იგი 17-მდე ერთთვიანი პროგრამა იქნება ფინანსებისა და 8 საათზე ისე. ჩემო კარგებო, დარეგისტრირდით მაილით და ავტომატური წერილები მოდის. მერე Facebook-ზე შეიძლება ყველას ვერ მივწერო, მაგრამ ჩემ ონაზე ვოლზე ყოველთვის ვდებ ხოლმე ინფორმაციას და შესაბამისად მიიღებ. შეგიძლიათ დრო ჩაინიშნოთ თქვენთვის და რიცხვი იგივე ლინკი იქნება. ეს ლინკი არ შეიცვლება და კოდიც არ იქნება შემოსასვლელი, ასე რომ ჩვეულებრივად შემოყვავთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ხო? ვისაც გადაწყვეტილი აქვს შეძენა ფასდაკლებით, ესე იგი ფინანსების პროგრამა ღირს $100, 17-ის ჩათვლით იქნება 40%-იანი ფასდაკლება $100 ნაცვლად. ეს ერთთვიანი პროგრამა შეგიძლიათ შეიძინოთ 60 ლარად, აი რეკვიზიტების ჩავაგდე, თუ არა და მომწერეთ და ვებინარი კი დავამთავრეთ. და ტესტი ვისაც არ გაგიკეთებიათ, იმასაც კიდევ ერთხელ ბედის ბორბალის ტესტი ჩავაგდებ, ნახეთ, გააკეთეთ და ერთი სიტყვით გელოდებით 20-ში.